ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უპრეცედენტო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბიუჯეტის კანონს დაუჭირა მხარი. კონგრესმენებმა ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების 2017 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. დოკუმენტი ძალაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ 6 მაისს შევიდა. კანონში ცალკე თავი ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას. აღნიშნული დოკუმენტით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერცერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა თუ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაადგენს, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია. დოკუმენტის თანახმად ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად. ბიუჯეტის კანონი მოუწოდებს ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას, სესხის, კრედიტის და გრანტის ჩათვლით, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დოკუმენტი ასევე ადგენს, რომ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონგრესის შესაბამის კომიტეტებს წარუდგენს ანგარის რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებული ქმედებების შესახებ ოკუპაციის წლიური ხარჯების გათვლით. დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ევროპისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების დახმარებაზე, აღნიშნულია, რომ გამოიყოფა $100 მილიონ მეტი, რათა გაეწიოს წინააღმდეგობა რუსეთის გავლენას და აგრესიას ამ ქვეყნებში. ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ამ ქვეყნებში დააფინანსებს სამოქალაქო სექტორს, რათა დაეხმარონ სამართლებრივი სახელმწიფოსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობასა და პრესის თავისუფლებას. ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებს ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესებზე მოსკოვის გავლენის შემცირების ზომებს და რუსეთის სპეციალური სამსახურების საქმიანობის აღკვეთას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს და დაზვერვის სამსახურს დაევალა შეიმუშაონ წესი, რომლის მიხედვითაც რუს დიპლომატებსა და დიპლომატიური კორპუსის ყველა წარმომადგენელს დაევალათ წინასწარ აცნობოს სპეცსამსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ნებისმიერი გადაადგილების შესახებ. სხვა პუნქტში საუბარია სპეციალური უწყებათაშორისი კომიტეტის შექმნაზეც, რომლის ამოცანაც იქნება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ფარულ გავლენას სხვა ქვეყნების ხელისუფლებებსა და საზოგადოებებზე. მასში შევლენ დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, პენტაგონის, გამოძიების ფედერალური ბიუროს, იუსტიციის სამინისტროს, საფინანსო და ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები. დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მხრიდან გავლენის მოხდენის ისეთი ფორმები, როგორიცაა ფიქტიური ორგანიზაციების შექმნა, საინფორმაციო საშუალებებით მანიპულაცია, დეზინფორმაციის გავრცელება, გავლენის აგენტების დაფინანსება, პროვოკაციები, კორუფცია, პოლიტიკური მოწინააღმდეგის მკვლელობა და ტერაქტები. დოკუმენტში საუბარია უკრაინაზე და ოკუპირებულ ყირიმზეც. კაფიო გზავნილი და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების მნიშვნელოვანი ბერკეტი ასე აფასებენ თბილისში ამერიკის კონგრესის მიერ მიღებულ დოკუმენტს და ქვეყნის დიპლომატიის გამარჯვებად მიიჩნევენ. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს უპრეცედენტო დოკუმენტი ხელისუფლების აქტიური პოლიტიკის შედეგია და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გასაძლიერებლად მნიშვნელოვანი ბერკეტი გახდება. ჩვენ ვაპარაკობთ ახალგაზრდა მცირერიცხოვანი სახელმწიფოს დიპლომატიურ კორპუსზე, რომელმაც ტრადიციული ძალიან ძლიერი დიპლომატიური სკოლის, ძალიან ძლიერი რესურსების მქონე ქვეყანას 6 წლის განმავლობაში პირწმინდად მოუგო არაღიარების პოლიტიკა. მნიშვნელოვანი წარმატებები, როგორც დემოკრატიული ინსტიტუციების მშენებლობის გზაზე, ასევე ეკონომიკური განვითარების გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იგივე განწყობა არის ასევე სენატშიც და რა თქმა უნდა ერთი წამით არავის არ ეპარება ეჭი, რომ ზუსტად ასეთივე სულისკვეთება გააჩნია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბატონ დონალდ ტრამპს. ეს არის ზუსტად იმის დასტური, თუ რამდენად აქტიურია ჩვენი მუშაობა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესთან. ეს მართლა უპრეცედენტოა. ეს არის ძალიან ქმედითი, არა მხოლოდ დეკლარატიული, არამედ ქმედითი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ ახალია უკვე ყველას უმტკიცეთ, რომ ეს კონფლიქტი სწორედ რუსეთ-საქართველოს შორის არის.
და არ წარმოადგენს რაღაც ლოკალურ ადგილობრივ პრობლემატიკას. დოკუმენტს მნიშვნელოვანს უწოდებენ როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. ამერიკის შეერთებული შტატები იყო და რჩება ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორად და იმ სახელმწიფოთ, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს საქართველოს უსაფრთხოებაში და საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალში. აბსოლუტურად ზედმეტი უადგილო უსაფუძვლოა იმ ხალხის საუბარი, რომ თითქოს დღევანდელ მთავრობას არ აქვს ის რესურსი, რასაც ქვია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ესეთი მჭიდრო ურთიერთობების გაგრძელება. ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა. ამერიკის კონგრესის მხარდაჭერის პარალელურად ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება კომიტეტის 1295 სხდომაზე დღის წესრიგის საკითხის ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში ფარგლებში იქნა მიღებული. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო უწყების ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. პირველად სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში ჩამოაყალიბეს მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედება არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას თავისივე რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე მიღებული ეს გადაწყვეტილება არის ნამდვილად უპრეცედენტო. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ოკუპირებული რეგიონების საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრის და ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით. კერძოდ ფაქტობრივად პირველად სახელმწიფოებმა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებაში პირდაპირ ჩამოაყალიბეს პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის უკანონო ყოფნის გამო საქართველოს საკუთარ რეგიონებში ვერ ახორციელებს ლეგიტიმურ იურისდიქციას. მიღებულ გადაწყვეტილებაში ასევე პირველად დაფიქსირდა, რომ კონფლიქტი არის რუსეთსა და საქართველოს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ რუსეთის ფედერაციის არც ერთი უკანონო აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონების სტატუსის შეცვლას, არ ექნება სამართლებრივი შედეგი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი მცდელობა, რომ საქართველოს ეს ძირძველი რეგიონები გახდნენ რუსეთის ფედერაციის ნაწილი და მოხდეს ამის საერთაშორისო სამართლებრივი ლეგიტიმიზაცია, იმთავითვე იქნება უკანონო და ამას სახელმწიფოები არ აღიარებენ. გადაწყვეტილებაში ასევე ჩამოყალიბდა მტკიცე პოზიცია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული პოლიტიკა და ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების მიმართ ძირსუთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას და აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და იურიდიული ძალის არ მქონია. მიღებული გადაწყვეტილება ქმნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სამართლებრივ სურათს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობის შესახებ. რუსეთს აკისრებს პასუხისმგებლობას ამ რეგიონებში უკანონო ქმედებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის როგორც კონფლიქტის მხარის საერთაშორისო სამართლებრივ პასუხისმგებლობას კონფლიქტთან მიმართებით. საქართველოს არამხოლოდ რჩება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, არამედ იზრდება მის მიმართ ინტერესი